საბურთალოს განვითარებას და მის დინამიკას კიდევ ერთი პროექტი ემატება სახელწოდებით მოზაიკა, რომელიც ბიოგრაფი ლივინგის ახალი საცხოვრებელი კომპლექსი გახლავთ. ბიოგრაფის სხვა პროექტების მსგავსად გამორჩეული არის აქაც თანამედროვე არქიტექტურა, პრემიუმ პარამეტრები და სწორად შერჩეული ადგილმდებარეობა, სადაც ახალი მაღალ სტანდარტული ურბანული გარემო შეიქმნება. პროექტის წინასწარი გაყიდვები 17 დეკემბრიდან დაიწყება და ამ ეტაპზე კომპანიას უკვე აქვს გაწერილი ის პირობები, შეთავაზებები და კონცეფციაც, რომელიც მოზაიკას კონკურენტულ უპირატესობებს განსაზღვრავს. დეტალებს მოვიკითხავთ სტუმართან ერთად. ვასილ ფხაკაძე, ბიოგრაფი ლივინგის აღმასრულებელი დირექტორი არის საქმიანი დილას ეთერში. დილამშვიდობისა. მოგესალმებით, მესალმები მაყურებელს. მადლობა მომბრძანებისთვის. რა პროექტი არის? ჯერ მოვყვეთ ჩვენს მაყურებლებს მოზაიკა საბურთალოზე. ადგილმდებარეობა ის კონცეფცია, რასაც ქმნის უკვე საბურთალოს ამ უბანშიც ბიოგრაფი ლივინგი. პროექტი მოზაიკა მდებარეობს საბურთალოს რაიონში, კერძოდ კი გაზაფხულის ქუჩაზე. როგორც მოგეხსენებათ, საბურთალოს რაიონი ზოგადად არის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი უბანი ჩვენს დედაქალაქში და ჩვენ გვაქვს უკვე ამ უბანში ერთი ძალიან კარგი პროექტი, საკენი, რომელიც ყოფილი სასტუმრო აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარეობს ვაჟა-ფშაველას გამზირზე. ჩვენ ამ პროექტში უკვე იდეაში ბინების 85% რეალიზებული გვაქვს და შესაბამისად უკვე ჩავთვალეთ, რომ კარგი დრო არის, რომ უკვე მეორე პროექტი ჩავთავაზოთ ბაზარს ამ უბანში. აქედან გამომდინარე ჩაიყარა პროექტ მოზაიკა საფუძველი, რომელიც მდებარეობს ასევე ძალიან კარგ ლოკაციაზე გამწვანებულ სივრცეში, გაზაფხულის ქუჩაზე, როგორც უკვე აღნიშნე და როგორც ყველა ჩვენი სხვა პროექტის გამორჩეული იქნება თავისი არქიტექტურული იერსახით და თავისი დიზაინით. ეს მუცუბიძის ქუჩის პარალელური როა, ხო? ეს კი. მან არის საკენის 85% უკვე 85% უკვე გაყიდულია და პროექტი ბარდება მომდევნო წლის შემოდგომაზე. შესაბამისად უკვე კარგი დრო არის, რომ მეორე პროექტი შევთავაზოთ ბაზარზე. გარდა მეორე პროექტის შეთავაზებისა, უკვე დაწყებული არის ბინების შეთავაზებებიც, ხომ? მით უმეტეს მოზაიკას პროექტში, რასაც ახლა იწყებს ბიოგრაფი ლივინგი. კი, ჩვენ გაყიდვებს ვიწყებთ 17 დეკემბერს. კვირაში რა უხეშად. იქამდე გვაქვს 2 დღიანი პერიოდი, როდესაც უკვე მომხმარებლებს ვაძლევთ საშუალებას, რომ 15 და 16 დეკემბერს დაჯავშნონ კონკრეტული ბინები და აქედან გამომდინარე უკვე თვითონ გაყიდვების და პრისეილის პერიოდი იქნება 3 დღიანი, 17, 18, 19 დეკემბერი და ამ 3 დღის განმავლობაში მომხმარებლებს ექნებათ საშუალება რომ სპეციალურ ფასად შეიძინონ უძრავი ქონება, რაც ნიშნავს, რომ ისინი უმოკლეს ვადაში უკვე ნახავენ ამონაკებს თავიანთ ინვესტიციაზე. მე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ სექტემბრის თვეში დავიწყეთ კიდევ ერთი ახალი პროექტი დაირა ურთაჯავაში და სწორედ მსგავსი პრინციპით მოხდა დაირას პრისეილის დაწყებაც, ამას 3 დღიანი შეთავაზება ჰქონდა იქაც კლიენტებზე და 3 დღეში ჩვენ გავყიდეთ ბინების 45% მთლიანი პროექტის. რაც ალბათ ნიშნავს იმას, რომ კომპანიის მიმართ არსებობს დიდი ნდობა. ესენი არიან ინვესტორები, რომლებმაც შეიძინეს ბინები საკენში, მატიანში და ბიოგრაფი ლივინგის სხვადასხვა პროექტებში და საკუთარ თავზე გამოცადეს. თუ როგორია, როდესაც სტარტში ყიდულობ ბინას საკენის მაგალითად რო ავიღოთ $1900 და დღეს ჩემი ინვესტიცია 2 წლის თავზე უკვე ფაქტიურად $3000 აჭარბებს საკენში ფასები და სწორედ ეს ხალხი არიან, ვინც გვენდობიან, მოდიან, ყიდულობენ ბინებს და თვალდაუხუჭავად ხდებიან ჩვენი ახალი პროექტის ინვესტორებიც. კაი, მოდი მოზაიკამაც რო დაახლოებით 1 კვირაში იგივე შედეგი დადოს, რაც სხვა პროექტებთან დაკავშირებით, მეგონი ხო, გაუმჯობესებაც მოინდომა და რა ვიცი, 85% და სტარტზე 40% რო გაყიდი, მესმის და ამიტომ მიხარდია ასკას წარმატებები და მთლიანად ბიოგრაფი ლივინგის გუნდის წარმატებები ამ ყველაფერს. პირველ რიგში ამ პროექტს რო შეხედავ, თვალს ვჭრის არქიტექტურა. განსხვავებული მინდა გითხრა მაგუბნისთვისაც, ამიტომაც ვიკითხე, მაგრამ თქვენზე უკეთ არავის არ ეცოდინება ჯამში კომპლექსურად რა არის ამ პროექტის კონკურენტული უპირატესობა, რითი იქნება ის გამორჩეული გარდა იმისა, რაც შეიძლება კონკრეტულად ჩემ თვალს ვჭრის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ახლა საქმიანი საზოგადოების ნაწილით შემომიერთდება. პირველ რიგში კიდევ ერთხელ გავამახვილებ ყურადღებას ლოკაციაზე. ეს არის ძალიან ცენტრალური ადგილი, გამწვანებული ტერიტორია, შესაბამისად ძალიან კარგი იქნება ოჯახებისთვის, ვისაც ყავს პატარა ბავშვები და სურთ რომ იცხოვრონ გამწვანებულ სივრცეში.
მეორე უპირატესობა სწორად აღნიშნეთ არის არქიტექტურა და დიზაინი და თქვენ მოგეხსენებათ რომ ჩვენ თითოეულ პროექტში ძალიან დიდ ყურადღებას უთმობთ არქიტექტურულ იერსახეს და მოზაიკას შემთხვევაში ძალიან ბევრი ვიმუშავეთ არქიტექტორებთან და ჩვენი დიზაინის გუნდთან ერთად რომ მიგვეღო ისეთი პროექტი რომელიც ჩვენ თვლით რომ ბიოგრაფს შეეფერება. შესაბამისად მართლაც რომ ძალიან კარგი და საინტერესო არქიტექტურა გამოვიდა პროექტში ასევე განთავსებული იქნება პადელის კორტი რომელიც ჩვენი განუყოფელი ნაწილი გახდა უკვე და თითქმის ყველა პროექტში ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებელს და ვფიქრობ რომ თავისი მულტიფუნქციურობით, თავისი არქიტექტურული იერსახით და თავისი ლოკაციით იქნება ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი ჩვენს დედაქალაქში. ეხლა რამდენი პროექტზე ხართ დასრულებაზე? ეს არის ჩვენი რიგით მე-7 პროექტი და მომავალ წელს პირველ კვარტალში დავიწყებთ კიდევ 2 ახალ პროექტს. შესაბამისად უკვე ფაქტიურად შეიძლება ითქვას რომ 10 მიმდინარე პროექტი შეება მომდევნო წლის დასაწყისში. რაც შეეხება უკვე მომდევნო წლის მეორე ნახევარს, აქაც გვაქვს რაღაც კარგი სიურპრიზები, რასაც უკვე გავაჟღერებ მოგვიანებით, ხო? ჩვენი საქმიანი მაყურებელი მოისმენს, მაგრამ იქამდე ხო არ შევაფასოთ 2025-იც ვიდრე 2026 წლის გეგმებზე გადავალთ. აი ამ 7 პროექტის მიმდინარეობის და გათვალისწინებით როგორი 2025 წელი ჰქონდა ბიოგრაფილებიც. იცი ძალიან ბევრი მეკითხება ზოგადად თუ რა ხდება ქართული უძრავი ქონების ბაზარზე და აქ არასეულს ალბათ ერთგვაროვანი პასუხი იქნა გამომდინარე რომ მომხმარებელი გახდა ძალიან სელექციური. შესაბამისად მე ვფიქრობ რომ დღესდღეობით დაფასდა ის კომპანიები რომლებიც რეალურად თავაზობენ ხარისხიან პროდუქტს, რეალურად თავაზობენ იმ პროდუქტს რაც მომხმარებელს უნდა რომ მიიღოს. შესაბამისად ბიოგრაფიის ჭრილში და ალბათ არის კიდევ რამდენიმე კომპანია ბაზარზე, რომელიც მართლაც რომ ასრულებს თავის დანაპირებს, მართლაც რომ ვადებში ასრულებს პროექტს, ხარისხიან პროდუქტს აბარებს მომხმარებელს, მათზე ვფიქრობ, რომ ძალიან დადებითად აისახება ეს მომხმარებლის ქცევის სულება. რაც გულისხმობს გაზრდილ გაყიდვებს, რაც რა თქმა უნდა პირველ რიგში გულისხმობს ნდობას და სწორედ ეს გაზრდილი გაყიდვები გვაძლევს ჩვენ სტიმულს და мотиваციას, რომ დავიწყოთ ახალი პროექტები. შესაბამისად, ბიოგრაფი ლივინგის ჭრილში ძალიან დადებითად შევაფასებდი 2025 წელს ჩვენთვის ეს იყო რეკორდული გაყიდვების წელი და მომდევნო წელს გვინდა რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ეს რეკორდი. თუმცა როგორც უკვე აღნიშნე, მომხმარებელი შესულილი არის და უკვე აღარ არის ის დრო, როდესაც აბსოლუტურად ყველაფერი იყიდება და მოთხოვნები, ხო, ეს რა თქმა უნდა. მულტიფუნქციურობა, არქიტექტურული იერსახე, თვითონ კომპანიის იმიჯი, სანდოობა, ვადაში პროექტის დასრულება, ანუ ეს არის უკვე ის კრიტერიუმები, რასაც მომხმარებელი ძალიან აქტიურად უყურებს, ძალიან აქტიურად კითხულობს, სხვა მენამკითხვებს, აინტერესებს თუ რა მასალები არის გამოყენებული პროექტში. რა ტიპის სატრენაჟერო დარბაზი იქნება, რა ტიპის საცურვო აუზი. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ყველა დეტალით ინტერესდებიან. დიახ, რა თქმა უნდა, ძალიან გაიზარდა მომხმარებელი, რაც უკვე აისახება თვითონ ბაზრის მდგომარეობაზეც. ბიოგრაფი ლივინგი ამასობაში რა ასაკის არის? 3 წელი გვისრულდება. 3 წელი, არასრული 3 წელი, რომელიც სრულდება 10 პროექტით და ვასილ ხაკაძე ბიოგრაფი ლივინგის აღმასრულებელი დირექტორი კიდევ 3-ს აანონსებს 2026 წლისთვის. წარმატებებს. დიდი მადლობა. მე დარწმუნებული ვარ, რომ წინ ძალიან ბევრი წარმატება აქვს გუნდს, რომელიც ზუსტად ამ პრინციპების დაცვით, რაზეც ვასილ ხაკაძე მისაუბრა, ასრულებს იმ საქმეს, რასაც გამორჩეული კომპანიის მშენებლობა და მისი პროექტები ჰქვია. წარმატებები მინდა უსურვო და მოგვითხრობ ბიოგრაფი ლივინგის გუნდს.